მოერიდეთ უბედურებთან და წარუმატებლებთან ურთიერთობას. ძალაუფლების 48 კანონის მე-10 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს გვაქვს 22 ეპიზოდი, სადაც განვიხილავთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონს. კანონის ფორმულირება. შესაძლოა რაიმე დაავადების შედეგად დაიღუპოთ, მაგრამ ემოციური მდგომარეობა დაავადების მსგავსად გადამდებია. მოგეჩვენებათ, რომ წყალწაღებულს ეხმარებით, სინამდვილეში კი საკუთარ კატასტროფას აჩქარებთ. უბედური ადამიანები თავად იზიდავენ უბედურებას. ისინი მას თქვენს დაგატეხენ თავს. ამის ნაცვლად ურთიერთობა იქონიათ ბედნიერებთან და იღბლიანებთან. სანამ კანონის განხილვაზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ აქ არ არის ისეთ ურთიერთობებზე და შემთხვევებზე საუბარი, როდესაც ცხოვრების მანძილზე ადამიანს რაღაცა შეემთხვა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, ან დაუშვა ერთი შეცდომა, ორი შეცდომა და ამან გამოიყო რაღაც ცუდი შედეგები, არამედ საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც არიან მუდმივად უკმაყოფილოები, სულ წუწუნებენ, არ აქვთ მადლიერების გრძნობა და თავისი ცხოვრების წესიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მუდმივად არიან ქაოსში გახვეულები, აქვთ პრობლემები, რომლებიც გამომდინარეობს მათგან და არა ის, რომ შემთხვევით მოხდა რაღაც მათ ცხოვრებაში და ესე ვთქვათ, სულ არიან დესტრუქციულ ენერგეტიკულ ველში. ასეთ ადამიანებზე არის საუბარი. ამას თვითონ ავტორიც ამბობს კანონის ბოლოში, მაგრამ მე მინდოდა, რომ დასაწყისივე მეთქვა, რადგან არ ვიფიქროთ თითქოს მეგობარს, ოჯახის წევრს ან თუნდაც ახლობელს ან კოლეგას არ ეპატიება რაიმე უბედურება ან განსაცდელი შეხვდეს ცხოვრებაში. აქ არ არის ამაზე საუბარი, აქ არის საუბარი ინფექციურად დაავადებულ ადამიანებზე, რომლებსაც მოწამლული აქვთ ტვინი იმით, რომ სულ უკმაყოფილოები იყვნენ და სულ ასხივებდნენ ნეგატივს. და რა თქმა უნდა, ამ კანონს სრულიად ვეთანხმები, სრულიად ეთანხმება დღევანდელი ელენე, დღევანდელი გამოცდილებით, თუმცა რამდენიმე წლის წინ არც სამსახურეობრივად და არც მეგობრების წრეში დიდად არ ვაკვირდებოდი ამას და პირიქით ემპათია მიჩნდებოდა და სულ მინდოდა, რომ ადამიანებს დავხმარებოდი, მაგრამ მერე დრომ მაჩვენა, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ უნდათ თავიანთი ცხოვრების შეცვლა და პირიქით გაუხარდებათ ძალიან შენს თუ მათნაირი დესტრუქციული ცხოვრება გექნება და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩაგითრიონ ამაში. თუმცა ამას როგორც წესი ჩვენ უკვე ხვდებით ხოლმე ჩათრეულის მდგომარეობაში როცა ვართ, რადგან მანამდე პროცესში ვგონია, რომ ჩვენ მათ ვეხმარებით და კარგ საქმეს ვაკეთებთ ამით. ერთი მაგალითი მახსენდება სამსახურიდან, როცა ძალიან გამოცდილი კადრი მოვიდა ერთ-ერთ დეპარტამენტში სამუშაოდ და საურთიერთოთაც მართლა ძალიან ისეთი სასიამოვნო ადამიანი იყო, აზრიანი, კარგი მოსაუბრე, რაღაც ისეთი ენერგიულიც იყო და რაღაცნაირად დავახლოვდით. ერთად გავდიოდით ლანჩზე, ან სამსახურის სამზარეულოში, ერთად ჭამდით ხოლმე, მოკლედ თან გვერდიგვერდ ვისხედით და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. და როცა დავახლოვდით, დაიწყო სისტემატიურად საუბარი, რა ცუდია ეს სამსახური, რა ცუდად ექცევიან, რა ცუდი ხელფასი აქვს, რა საშინელი სიო ყავს და მოკლედ ყველას და ყველაფერს ლანძღავდა და სანამ მე ამ ადამიანთან დავახლოვდებოდი, ეს სამსახური ძალიან მიყვარდა, ძალიან მომწონდა, ვაფასებდი და საერთოდ არ ვფიქრობდი იქიდან, იმ პერიოდში წასვლაზე. და როგორც კი მე და ეს ადამიანი დავახლოვდით, იმდენად გადმომედო მისი ტოქსიკურობა, რომ დავიჯერე, რომ მართლა ცუდი გარემოა, რაღაც ხალხი ერჩის ერთმანეთს, რაღაცნაირი ბოროტი მენეჯმენტი ყავს, ძალით უნდათ, რომ რაღაც დაგვიშავონ, ხელფასები არ მოგვიმატონ, დაბალი ბონუსები გქონდეს. არა, რეალურად მე ესე არ ვფიქრობდი პირიქით, რომ ვადარებდი ამ კომპანიას სხვა კომპანიებს,
ხვდებოდი, რამდენად კარგი დამსაქმებელი იყო და საერთოდ საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს იღებდა ZDZ 3 წელი ეს კომპანია. ისე დაემთხვა, რომ ეს ადამიანი გადავიდა სხვა სამსახურში და როგორც კი გადავიდა, ისევ დაუბრუნდი ჩემს ჩვეულ მდგომარეობას, რაც იყო კმაყოფილება, მადლიერება, მომწონდა იქაურობა, სიამოვნებდა მუშაობა. ამიტომ ერიდეთ სამსახურში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არიან მუდმივად ყველაფრით უკმაყოფილო, არასდროს მათი სამყოფი პირობები არ არის მაგ სამსახურში და სულ არ მოწონთ რაღაც. იმიტომ რომ მათ ენერგიას რა თქმა უნდა გრძნობენ სხვები და რატო უნდა ასოცირდებოდეთ თქვენ ადამიანთან, რომელიც ნეგატიურია და თან რეალურად თქვენ არ ფიქრობთ, რომ იქაურობა ცუდია, თუმცა როგორც მთქნარება არის გადამდები, ისე არის გარემოდან გამომდინარე აზრი გადამდები და ასევე ენერგია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვდისტანცირდეთ ადამიანებისგან, რომლებიც ესე ინფექციასავით ავრცელებენ ნეგატიურ ენერგიას. ამ კოლეგასთან, რომელზეც ახლა მოვყევი მაგალითი, კიდევ მქონდა ურთიერთობა რამდენიმე წელი და ამ პერიოდში რაც ვიცი ორი სამსახური შეიცვალა და ორივეგან ისევ ისეთი ტოქსიკური იყო, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე სულ წუწუნით მიყვებოდა რა საშინელება, რა საშინელი უფროს იყოს, რა საშინელი შენობა, მეილის წერაც კი არის, ან მოკლედ არასდროს მისი მოსაწონი არ იყო არაფერი. არ ვიცი ხა შეიცვალა თუ არა, გადავწყვიტე ცხოვრების იმ ეტაპზე, რომ უნდა ვდისტანცირებულიყავი, იმიტომ რომ მე არ შემეძლო მისი დახმარება, იმიტომ რომ მას არც უნდა და ვინმეს დახმარება, ეს იყო მისთვის ნორმალური მდგომარეობა და საერთოდ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ნორმა არის სულ უკმაყოფილო იყოს და ერთხელ არ იტყვის იმას, რომ რა კაია, რომ ჯანმრთელი ვარ, საერთოდ რა კაია, რომ გავჩდი, ცოცხალი ვარ, აქ ვცხოვრობ, სახლი მაგ უნდა მოერიდოთ ეგეთ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ ძალიან ღრმა პრობლემები აქვს და შანსი იმის, რომ ისინი შეიცვლებიან, არის ძალიან ცოტა და შანსი იმის, რომ თქვენ მათი გავლენის ქვეშ მოექცევით და თქვენ ცხოვრებაში დაიწყება უიღბლო პერიოდი შეგექმნებათ პრობლემები, ძალიან დიდია. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეგეთი კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობა სისტემატიური არის ძალიან სახიფათო. ავტორი გვეუბნება, რომ მსგავსი დამღუპველი ინფექციის მქონე ტიპის ქალებიც არიან და მამაკაცებიც. სქესს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ის მომდინარეობს შინაგანი გაუწონასწორებლობიდან, მაგრამ ვრცელდება გარეთაც, იზიდავს უბედურებებს. ეს ლამის დაშლისადან გრევისადმი მისწრაფებაა. შლის და ანგრევს საკუთარ თავს და ყველაფერი, რაც გზაზე ხვდება და მის გარშემოა. შესაძლოა წლები დაიკარგოს მსგავსი დამანგრეველი ტიპის ფსიქიკის შესწავლაზე, მაგრამ დროის დაკარგვა არ ღირს. უბრალოდ აითვისეთ გაკვეთილი. თუ ეჭვობთ, რომ გვერდით მსგავსი ინფექციის მქონე ადამიანი გყავთ, ნუ შეეკამათებით, ნურც დაეხმარებით, ნუ გააცნობთ მას თქვენს მეგობრებს იმისთვის, რომ მის ქსელში არ გაებათ. თავს უშველეთ და გაიქეცით, თუ არა და შედეგები დაგტანჯავთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ არ ვართ ფსიქიატრები და არ გვინდა კლინიკურ პაციენტებთან ურთიერთობა და არ ვაკეთებთ კვლევებს, სხვა პროფესიებში არ არის საჭირო საკვლევი ობიექტივით გადავწყვიტოთ, რომ ვიღაცას ჩვენი დახმარება ჭირდება და მთელი ჩვენი რესურსი ვაჭამოთ ვამპირებს, რომლებსაც არ ჭირდება ჩვენი დახმარება, ჭირდება ჩვენი ენერგია და ჩათრევა მორევში თვითონ სადაც იხარშებიან. მე არ შევდივარ ახლა დისკუსიაში ეს ადამიანები ცუდები არიან თუ კარგები, ცნობიერად აკეთებენ ამ ყველაფერს თუ ქვეცნობიერის დონეზე, რა განზრახვები ამოძრავებთ, ყველას აქვს თავისი ამბავი, ყველას აქვს თავისი ტრავმა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საკუთარ თავზე. საკუთარ თავს უნდა მივხედოთ, საკუთარ თავს უნდა დავეხმაროთ და ამით დავეხმარებით სხვებსაც და სხვებმა საკუთარ თავზე
აიღონ პასუხისგებლობა. ოღონდ მე არ ვამბობ, რომ ადამიანს არც ერთ შემთხვევაში არ ვეხმარებით პირიქით. ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდებათ დახმარება, ვისაც გააზრებული აქვს ეს და აქვს მიმღებლობა ამ ყველაფრის და სურვილი, რომ ცხოვრებაში რაღაცეები შეცვალოს. კიდევ კარგად რა მახსნა, როგორ ადამიანებზე არის ჩემი აზრით აქ საუბარი, ყველას გაგიგიათ ალბათ სავსე და ცარიელი ჭიქის, ესე ვთქვათ, დანახვის პერსპექტივა, ხო? ოპტიმისტი ადამიანი ხედავს, რომ ჭიქაში სადაც წყალი ნახევრადასხია, ის ნახევრად სავსეა და პესიმისტი ხედავს, რომ ნახევრად ცარიელია. აი ამ თავში მაგ პესიმისტებზეც კი არ არის საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნახევრად სავსე ჭიქის შემთხვევაში ადამიანი ცდილობს, რომ ეს ნახევარიც გადმოასხას და დაცალოს ეს ჭიქა. აქედან გამომდინარე, უნდა დააკვირდეთ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა პირად ცხოვრებაში, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან და სამსახურში. და რა თქმა უნდა, უფრო მარტივია სამსახურში ან რაღაც სხვა სივრცეებში დისტანცირდე ადამიანებისგან, რომლებიც ამ კატეგორიაში ვარდებიან და შეიძლება უფრო რთული იყოს ოჯახის წევრების ან მეგობრების შემთხვევაში, მაგრამ ოჯახის წევრების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დისტანცირება, როცა ადამიანი არის ტოქსიკური, რადგან თქვენ არ უნდა იყოთ ვინმეს მსხვერპლი. ჩვენ არ დავბადებულ ვართ იმისთვის, რომ უაზროდ მსხვერპლად შევეწიროთ ვიღაცის ხასიათს, სურვილებს ან დესტრუქციას და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს. მე მყავდა ორი ძალიან ახლა მეგობარი, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან იყვნენ ძალიან დესტრუქციულები და რომ ვიხსენებ, აი პირიქით ძალიან მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ სამყარომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა მისცა მათ განსაკუთრებით მათი უკმაყოფილების და ხასიათის და უმადურების ფონზე. მაგრამ ბევრჯერაც უმართლებდა, თუმცა ამ გამართლებას არაფასებდნენ და დღეს სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა საკეთებენ, უბრალოდ მე აღარ მინდოდა მაგთან ურთიერთობა, ხვდებოდი, რომ წელიწადში ერთხელ შეხვედრაც კი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და თავს ვგრძნობდი დაცლილად, ენერგიისგან, ემოციურად დათრგუნულად, მერიდებოდა, რომ გამეზიარებინა ჩემი ცხოვრებიდან რამე კარგი თუ ხდებოდა, იმიტომ რომ სულ ადამიანის წუწუნს უსმენდი და მუდმივ უკმაყოფილებას და თან უკმაყოფილებას ისეთ რაღაცეებზე, რაც იდეაში შეიძლება მას ჰქონდა და მე არ მქონდა და პირიქით, მე მადლიერი ვიყავი მაინც იმისი, რაც მქონდა. აქედან გამომდინარე, მეგობრების ვისთანაც გერიდებათ, რომ თქვათ თქვენი კარგი ამბავი, იმიტომ რომ ის სულ დათრგუნულია და ცდილობს თქვენ დათრგუნვასაც და მუდმივად არის უკმაყოფილო, უნდა გადახედოთ ამ მეგობრობას. შეიძლება მთლიანად არ წაშალოთ თქვენი ურთიერთობა, მაგრამ დისტანცირდეთ ან დააპაუზოთ და ნახოთ რაღაც პერიოდი რომ გაივლის ამ ადამიანში თქვენი ჩარევისგან დამოუკიდებლად მოხდება თუ არა გადაფასებები ან შეიცვლება მათი მიდგომები, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა ძალიან დესტრუქციული ადამიანებიც იცვლებიან და ადამიანი მუდმივად იცვლება, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ყველა ამ ცვლილებაში მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ გარანტია იმის, რომ ჩვენ არ გვშთანთქავენ ამ ცვლილების პროცესში, ან გვშთანთქავენ და შედეგი დაიდება, არ არსებობს. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ამის გააზრება და თუნდაც ეს ეხებოდეს თქვენ მეორე ნახევარს, ან მშობელს, ან დას, ან ძმას. ყველას აქვს თავისი გზა გასავლელი და უნდა ვაცადოთ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა. ძალიან კარგი იგავი აქვს ავტორს მოყვანილი სარკე უფლისწულებისთვის. იმაზე იზრუნე, რომ მხოლოდ ღირსეულებთან იქონიო კავშირი, რადგან მათთან სიახლოვეც კი საკმარისია კარგი რეპუტაციის მოსახვეჭად. გინახავს თუ არა, როგორ ურევენ სეზამის ზეთს, ვარდებსა და იებს და ვარდებისა და იების გვერდით
რამდენიმე საათის დების შემდეგ სეზამის ზეთი კი აღარ არის, არამედ ვარდის ან იისა. ჩვენ ამის საპირისპირო ამბავით გაგვიგია, როცა ახალ ვარდების თაიგულში ჩადებ ერთ გაფუჭებულ ვარდს ან სხვა ყვავილს და მთლიანად გაფუჭდება ახალი თაიგული და საშინელი სუნი ექნება და ბევრი ვარიაცია არსებობს. ამის სხვათა შორის ხილიც ეგრეა, ერთი რო დალპება, ყველაფერს ალპობს თუ არ ამოიღე ის ერთი და არ დატოვე ახალი და კარგი ხილი, ერთად რასაც ვაკვირდები მე პანამაში. მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ვასოცირდებით. ჩემი აზრით შეიძლება ჯობდეს არავისთან ვასოცირდებოდეთ, ან ძალიან ცოტა ადამიანთან ვასოცირდებოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები ჩვენს რეპუტაციას ავსებდნენ, პირიქით, ესე ვთქვათ, გვამშვენებდნენ, გვაუმჯობესებდნენ, მათთან ერთად უფრო პრეზენტაბელურები ვიყოთ, ვიდრე ყავდეს უამრავი მეგობარი ამხანაგი ნაცნობი, ვისთანაც ჩვენ ვასოცირდებით და ცოტა შერეული წარმოდგენა შევქმნათ საზოგადოებაში ჩვენზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორპორატიული და საჯარო კარიერის შენებისას, ვისთან ასოცირდები, იმიტომ რომ ადამიანები ავტომატურად შენზე დებენ აზრს, რომ ეს თუ იმის მეგობარია, ანუ ისეთია, თუ ისეთი არ არის, აბა რა აქვს საერთო იმ ადამიანთან და ასე შემდეგ. თან თუ კარიერის დასაწყისში ვართ, მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კარგი წრე გქონდეს და კარგ ადამიანებთან ვასოცირდებოდეთ, რადგან ისინი ძალიან ააჩქარებენ ჩვენს შესახებ სწორი წარმოდგენების და კარგი იმიჯის შექმნას. ამიტომ დააკვირდით სკოლაში, ინსტიტუტში, მაგისტრატურაზე, პირველ, მეორე, მესამე სამსახურში რა წრეში ხართ, რა ადამიანებთან ერთად გადიხართ ლანჩზე ან არ ვიცი, პარასკევობით ბარში. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და საბოლოო ჯამში კორპორატიული სამყაროც, საჯარო სივრცეც პატარა არის, ყველას იცნობს, რაღაცნაირად მაინც ვრცელდება ინფორმაცია და შეიძლება რაღაცეები არ გვაპატიონ და წამოგვეწახონ. გამონათქვამი, რომ რაც ხდება კორპორატიულ შეკრებაზე, ანუ კორპორატიულ ივენტზე იქ რჩება, არის აბსოლუტური ტყუილი. რამდენიმე დღეში აღმასრულებელმა დირექტორმა და მან თუ გადაწყვიტა კიდე დამფუძნებლებმაც ყველაფერი იციან, როგორ მოხდა, სად მოხდა, ვინ რა გააკეთა და გინდა არ გინდა შენი მუშაობის და პროფესიონალიზმის მიღმა შენ პიროვნებაზეც იქმნიან შთაბეჭდილებას, თან ამას შენ პირადად არავინ არ გეუბნება, ესე ვთქვათ, არ გაქვს საშუალება, რომ თავი გაიმართლო ან რამე განსხვავებული დაამტკიცო, ვიდრე შენზე ენას მიიტანენ, მოდი ესე ვთქვათ, და ვფიქრობ, თავშეკავებულები უნდა ვიყოთ ძალიან ყველგან და ყოველთვის, როცა ეს ეხება სამსახურს. განსაკუთრებით უკვე, როცა ჩვენი კარიერა აღარ არის დასაწყისში და ვეპოტინებით რაღაც მაღალ პოზიციებს და გვაქვს დიდი ამბიციები. ინფექციის სხვა მხარე მართლაც ფასეული და უფრო გასაგებია. არიან ადამიანები, რომლებიც იღბალს იზიდავენ თავიანთი კარგი განწყობით, ბუნებრივი ხალისიანობით, ენერგიითა და ჭკუით. ასეთი ადამიანები სიხარულის წყაროა. მათ გვერდით უნდა იყოთ იმისთვის, რომ გაიზიაროთ მათთან ერთად კეთილდღეობა, რომელსაც ისინი იზიდავენ. ეს ეხება არა მხოლოდ კარგ განწყობასა და იღბალს, ნებისმიერი დადებითი თვისება გადამდებია. ძალიან ვემხრობი ამას. ატომური ჩვევები, ვისაც წაკითხული გაქვთ, ალბათ იცით, ჩვევებზე როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს გარემომ და გარემო არის ის, რაც გვიბიძგებს, რომ ან
ცუდი ჩვევები გავიხსენოთ და დავნერგოთ ამ პირიქით კარგი გავიხსენოთ და დავნერგოთ აქედან გამომდინარე ვეთანხმები ავტორს რომ კარგია როცა კარგ ადამიანებთან კონტაქტობთ კარგში ვგულისხმობ ჯანსაღს, კეთილს, მადლიერს, ბევრი თვისებაა რომელიც კარგ ადამიანს შეიძლება კონდეს და კიდევ ერთს ვიტყვი რომ იღბლიანი ადამიანი არ არის იმიტომ იღბლიანი რომ უბრალოდ მას ერგო ეს სამყაროსგან ესე არ ხდება. იღბლიანი ადამიანი არის იღბლიანი ორი მიზეზის გამო. პირველი რომ ის სულ მოქმედებს. თქვენ ამის შესახებ იცით, არ იცით, ჩუმად მოქმედებს თუ ღიად მოქმედებს, ყოველთვის არის მოქმედებაში და უმართლებთ იმათ, ვინც ბევრჯერ ცთიან. მეორე მიზეზი კიდევ რატომ არის ძალიან კარგი მათთან ახლოს ყოფნა არის რომ მათ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აღქმული აქვთ როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მუშაობს ენერგიები, რამხელა ძალა აქვს სხვის დახმარებას, მადლიერებას და შესაბამისად მოქმედების და ესე ვთქვათ, კარგი ენერგიის და ხალისის და მადლიერების ჯამით ისინი იზიდავენ იღბალს და ძალიან კარგია თუ ჩვენც გავერევით ამ წრეში, მათგან ვისწავლით, დავაკვირდებით თან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობების მომტანი შეიძლება იყოს ჩვენთვისაც. ამიტომ არჩევანი თუ გაქვთ, ყოველთვის იხრებით იღბლიანისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეიძლება გინდოდეთ დესტრუქციული ადამიანის დახმარება და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას კიდე თავისი ფსიქოტიპები აქვს, მაგრამ ეს უნდა დავძლიოთ და გადმოვიდეთ სიკეთის, მადლიერების და კარგი დადებითი ენერგიების მხარეს იმისთვის, რომ კარგი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ავტორი გვეუბნება, არასოდეს ითანამშრომლოთ იმათთან, ვისაც თქვენაირი ნაკლი ახასიათებს. ისინი განამტკიცებენ იმ ყველაფერს, რაც უკან გეკაჩებათ. დაი მხოლოდ დადებითისკენ მიისწრაფოდეთ. ეს გაიხადეთ ცხოვრების წესად და ის ნებისმიერ თერაპიაზე უკეთ დაგეხმარებათ. ვფიქრობ, ნაკლში აქ იგულისხმება ძირითადად მავნე ჩვევები და მართლაც ადამიანი, რომელსაც სურს რომ დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი, მაგრამ ყოველ საღამოს მიდის თავის მეგობრებთან ან არ ვიცი ყოველ დილით გადადის მეზობელთან, რომელიც სიგარეტს ეწევა და თან ყავას სვამს და რაღაცნაირად ეს მისი რუტინაც იყო, ავტომატურად იღებს სიგნალს, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ჩვევას და არის ეს ძალიან რთული. მაგიტომ არის ხშირად, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდათ სხვადასხვა დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა, იცვლიან გარემოს, წრესს, ძველ მეგობრებთან შეიძლება აღარ ურთიერთობდნენ, ქვეყნიდან წავიდნენ, სახლიდან არ გავიდნენ, დისტანცირდნენ ოჯახის წევრებისგან და მაქსიმალურად ცდილობენ დისტანცირდნენ იმ ადამიანებისგან, ვინც სულ ამ მავნე ჩვევების სიგნალებს და შეხსენებებს უგზავნიან, სხვანაირად თითქმის შეუძლებელია, რომ თავი დაანებო მავნე ჩვევას და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრო. ჩემ შემთხვევაში მე 2 წელია უკვე ალკოჰოლს არ ვსვამ, დაახლოებით საშუალოდ ალბათ თვეში ერთხელ ან ორჯერ ვსვამდი. ხანდახან იყო პერიოდი, რომ წელიწადნახევარი არ დამილევია, მაგალითად კოვიდის პანდემიის დროს. ხანდახან იყო პერიოდი, რომ შეიძლება ყოველ პარასკევს გავსულიყავი მეგობრებთან ერთად და დამელია, მაგრამ ვერ აღვიქვამდი ამას მავნე ჩვევად, სიმართლე რომ გითხრათ. საქართველოში დიდად არ აღიქმება თვეში 1-2ჯერ დალევა ალკოჰოლზე დამოკიდებულებად, მაგრამ მე დღეს ამას განვარტავ როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებულებად. ეს იყო ჩემი მავნე ჩვევა და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც არავინ არ სვამს, ანუ აქ დალევა არ არის ნორმა, აქ სვამენ ადამიანები, ვისაც საერთოდ საქმე არ აქვს, ცხოვრებაში მიზანი არ აქვს და ზოგადად შეიძლება ვიღაცამ 1-2 ბოთლი ლუდი დალიოს და ამით გაერთონ. თუ ხედავ რომ ადამიანი სვამს, ესე იგი არის ჩამოსული და არ არის პანამელი და რაღაცნაირად აი ჩვენი სოციუმიდან წამოსვლამ და იმის დანახვამ, რომ ზოგადად ალკოჰოლი არ არის სოციალური ნორმა ყველასთვის,
ნელ-ნელა, ნელ-ნელა რა ერთ წელში მიმოხვედრა, რომ ის ჩემი საერთოდ არ არის და დღეს ვერც წარმომიდგენია, როგორ ვსვამდი საერთოდ. არც თურმე გემო არ მომწონს, ის არ მომწონს, როგორ ზემოქმედებს ის ჩემზე. მე უფრო დეტალურად ჩავუღრმავდი და ვნახე, როგორი საშიში არის ონკოდაავადებებისთვის, ტვინისთვის, ღვიძლისთვის, ასე შემდეგ და მართლა ძალიან ვამაყობ, რომ ეს ჩვევა აღარ არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მეც გარემო შევიცვალე და ჩემთან აღარ მოდიოდა არანაირი სიგნალი, რომ დავლიოთ. ჩემი მეგობარი ახლა საქართველოდან პანამაში ხო არ მომწერს, რომ ჩამოდი და დავლიოთ. ამიტომ აი ამოვარდა ეს ჩვევა და უკვე იმდენი ხანია ამოვარდა, რომ დარწმუნებული ვარ დაბრუნებისას, რაც არ უნდა სიგნალი წამოვიდეს, მე ჩემს გადაწყვეტილებაში ესე ვთქვათ, უკვე მყარად ვდგავარ. თუმცა რო გასულიყო 2-3 თვე და მე საქართველოში დავბრუნებულიყავი, შეიძლება მაინც დამელია, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი დრო ძველი მავნე ჩვევის დასავიწყებლად. იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი დრო ძველი მავნე ჩვევის დასავიწყებლად. ამ კანონს საპირისპირო მოსაზრება არ გააჩნია. როგორც მეხუთე კანონს თუ გახსოვთ რეპუტაციის შესახებ, ისიც უგამონაკლისო იყო. ის უნივერსალურია, ვერაფერს მოიგებთ მათთან ურთიერთობით, ვინც გადმოგდებთ თავის უბედობას, ძალაუფლებასა და იღბალს მოიხვეჭთ მხოლოდ იღბლიანებთან საქმის დაჭერით. ამ წესის უგულებელყოფა სახიფათოა. დავასრულეთ ამ კანონის განხილვა და უკვე 10 კანონი განვიხილეთ ძალაუფლების 48 კანონიდან ძალიან მიხარია. ვფიქრობ, რომ ეს იქნება პირველი წიგნი, რომლის კითხვასაც და განხილვასაც დავიწყებთ ჩემს წიგნის კლუბში 22 წიგნის წრე. არ გადამიწვეტია ისევ თარიღი, როდის დავიწყებ, იმიტომ რომ მე და ჩემი ქმარი მოგზაურობას ვგეგმავთ და არ მინდა რომ დავამთხვიო თარიღები. გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამი, იგივე სახელი მქვია, ოღონდ ინგლისურად, აქ დავურთავ სურათს და ძალიან კარგი ამბავი მაქვს ჩემი მაყურებლისთვის. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ამბავია. გადავწყვიტე, რომ სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში coaching სესიები იყოს უფასო ყველა მსურველისთვის. კვირაში 1 საათი. შეგიძლიათ ყოველკვირა ჩანიშნოთ. ვემზადები საერთაშორისო coaching ფედერაციის გამოცდისთვის და მინდა რომ მადლიერების ნიშნად ჩემი მხარდაჭერისთვის და ჩემი პირველი გამომწერებისთვის ეს იყოს უფასო შესაძლებლობა, რომ გავიაროთ ის საკითხები, რაც თქვენ გაინტერესებთ და რაც შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის დროებით და წარმატებები.